განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების ხედვის პრეზენტაცია გამართა, რაც გულისხმობს ახალი ხედვა მაკო ლორთქიფანიძე გვეტყვის. დიახ, გამომდინარე იქედან, რომ ტექნოლოგიების სწრაფად ვითარდება და ციფრულ ეპოქაში ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია ეს აისახოს სკოლებზეც და საგანმანათლებლო პროცესსაც. ამ მიმართულებით დაგეგმილი არის ციფრული ლაბორატორიების უფრო გამართვა, გაძლიერება და სკოლების აღჭურვა და ასევე ინფრასტრუქტურული გამართვა საგანმანათლებლო დაწესებულებების. ასევე ახალი ხედვის მიხედვით გაძლიერდება ფიზიკის, მათემატიკისა და ასევე საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება სკოლებში. ბუნებრივი არის ახალი რეფორმა, მხოლოდ ამ კონკრეტულ საგნებს არ იცავს და ის საკმაოდ მასშტაბური და ამბიციურია, ეხება ყველა საგანს. საბოლოო ჯამში ამ ახალი ხედვის მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს ზოგადი განათლება და მეტი ცოდნა წაიღონ უკვე სკოლიდან უნივერსიტეტში ახალგაზრდებმა. ჩვენი ამოცანა არის პირველ რიგში განმავითაროთ საქართველოში STEM სწავლება, კერძოდ ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გამოცდილებით. გვაქვს სურვილი, რომ შევქმნათ STEM კლუბები, რომელიც იქნება როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ზუსტი მეცნიერებების, ესე ვთქვათ, ინტეგრირებული სწავლის მოდელი. ასევე ჩვენი მიზანია ჰუმანიტარული სწავლების მიმართულებით, კერძოდ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გაზლიერება. ჩვენი მიზანია ასევე შევქმნათ და დავამატოთ ჩინური ენის სტანდარტის შესაბამისად ეს გამოწვეულია ერთის მხრივ სწორედ სასკოლო საზოგადოების სკოლის მოსწავლეების მოთხოვნიდან. მინისტრის ხედვა არის, რომ სწორედ მათემატიკის და ფიზიკის სწავლება გაძლიერდეს. ამას უწყობს სწორედ ხელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და აი ამ მიმართულებით გეგმის გაძლიერება. ასევე იყო საუბარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორიების გაძლიერებაზე და STEM მიმართულებით სწავლების გაძლიერებაზე. მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა იყო წარმოდგენილი. პრეზენტაცია ამ წუთებშიც გრძელდება. განათლების მინისტრის სასკოლო საზოგადოებას, ასევე ექსპერტებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობს განათლების სამინისტროს ახალ ხედვას და რეფორმებს. ეს მაკო ლორთქიფანიძე იყო.